ძველად ადამიანები ხშირად სრულიად უკონტროლოდ იქცეოდნენ და ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულება რეალური არქეოლოგიური მონაცემებია. უძველესი ადამიანური ძალადობა ისეთი უკიდურესი, რომ ზოგჯერ საშინელებათა ფილმებსაც კი აჭარბებს. ადამიანად დაბადებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ნეოლითი, ანუ ახალი ქვის ხანა. როგორც არ უნდა აღწეროთ ეს ეპოქა, ერთი რამ ნათელია. ის კარგი არ იყო. და ამის მთავარი მიზეზი თავად ჩვენ ვიყავით. ძალადობა და ომები გავრცელებული იყო და შესაძლოა იმდენად მასშტაბურიც, რომ მოსახლეობის მკვეთრი შემცირება გენეტიკური ბოთლნეკიც კი გამოეწვია. ამის შედეგად არქეოლოგებმა ნეოლითიდან ასობით მასობრივი სამარხი და ძალადობრივი ადგილი აღმოაჩინეს. ზოგი მათგანი შედარებით მარტივია, ბლაგვი დარტყმებით მიღებული ტრავმების ნიშნებით. თუმცა სხვა ადგილები გაცილებით უფრო შემზარავია. მათ შორის ყველაზე საშინელი არის ჰერქსჰაიმი, არქეოლოგიური ადგილი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში და ყველაზე დიდი, ცნობილი, უძველესი ხოცვა-ჟლეტის ადგილი. აქ მინიმუმ 1000 ადამიანი მოკლეს და დიდი დასახლების გარშემო გათხრილ ორმოებში ჩაყარეს. კარგად შემონახული ნაშთები აჩვენებს, რომ მსხვერპლები სხვადასხვა ტიპის იარაღით მოკლეს, განსაკუთრებით ქვის ცულებით, რამაც გამოიწვია დამსხვრეული ქალები, დამტვრეული კიდურები და მძიმე სხეულის დაზიანებები. არავინ დაინდეს. დაღუპულთა შორის იყვნენ კაცები, ქალები, ბავშვები და ახალშობილებიც კი. ჰერქსჰაიმს განსაკუთრებით ამას რძენს ხდის ის ფაქტი, რომ მსხვერპლები სხვადასხვა ჯგუფებიდან იყვნენ, ზოგი მათგანი 310 კილომეტრამდე დაშორებული რეგიონებიდან მოდიოდა. ეს გარემოება თავად დასახლებასთან ერთად მიუთითებს, რომ ჰერქსჰაიმი არ იყო უბრალოდ ბრძოლის ველი ან ერთჯერადი თავდასხმა. უფრო სავარაუდოა, რომ ის წარმოადგენდა მკვლელ კულტის ცენტრს, რომელიც შორეული ადგილებიდან იტაცებდა ადამიანებს და აქ მოჰყავდა მათ მოსაკლავად. შესაძლოა რიტუალური მსხვერპლშეწირვის მიზნით. ჩონჩხების უმეტესობა აღმოჩნდა დაკუწული, დამწვარი, დამსხრეული ან გაპობილი, რაც მიზანმიმართულ დაკვაზე მიუთითებს. ბევრ მათგანს ცეცხლის კვალი ეტყობა. სავარაუდოდ ისინი შემწვარი იყვნენ ნადიმისთვის. ძვლებზე არსებული კბენისა და ღეჭვის კვალი მიუთითებს კანიბალიზმზე უპრეცედენტო მასშტაბით. ზოგი ძვალი სხვებზე მეტად იყო დაღეჭილი, რაც მიანიშნებს, რომ სხეულის გარკვეული ნაწილები უფრო სასურველად მიაჩნდათ. ერთი ნაწილი კი აშკარად განსაკუთრებულად ფასობდა თავი. ქალების უმეტესობა ერთნაირად იყო დამუშავებული. დარტყმა მიყენებული იყო საგიტალურ ხაზზე, რის შედეგადაც სახე, ქვედა კბა და ქალის თაღი სიმეტრიულად იყოფოდა. ზოგიერთ ქალას კანი მთლიანად ჰქონდა აძრობილი. მას შემდეგ რაც ხორცი შეჭამეს და ტვინი, ცხიმის მდიდარი წყარო ამოიღეს, დარჩენილი ქალას თაღები გადააკეთეს სასმელ თასებად. ჰერქსჰაიმი ერთადერთი ასეთი ადგილი არ არის, თუმცა მასშტაბითა და სისასტიკით შეუდარებელია. ძნელია იპოვო ადგილი, რომელიც ამაზე უფრო ძალადობრივია. თუმცა თითქმის ასეთი სისასტიკის და არანაკლებ უცნაური ქმედებები სხვაგანაც გვხვდება. კიდევ ერთი შემზარავი მაგალითი 2023 წლის აღმოჩენიდან მოდის, როდესაც არქეოლოგებმა 10-მდე მოკვეთილი ხელი აღმოაჩინეს, რომლებიც 3 სხვადასხვა ორმოში იყო დამარხული. და სხვა არაფერი. არც სხეულები, არც ჩონჩხები, მხოლოდ ხელები. მართალია, ცალკეული ძვლების აღმოჩენა ორმოებში უჩვეულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უცნაური იყო ადგილმდებარეობა. ეს იყო ეზო და არა ბრძოლის ველი ან სამარხი. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ეს ეზო პირდაპირ სასახლის ტახტის დარბაზის წინ მდებარეობდა და ეკუთვნოდა უძველეს ეგვიპტელეს, უფრო ზუსტად ჰიქსოსების დინასტიას. ეს ლევანტიდან მოსული უცხოელი მმართველები, რომლებიც ეგვიპტეს 3500 წელზე მეტი ხნის წინ მართავდნენ, იყვნენ პირველი არამკვიდრი ფარაონები და ცნობილნი არიან ახალი ტექნოლოგიებისა და წესჩვეულებების შემოტანით, მათ შორის საბრძოლო ეთლებით. როგორც ჩანს, ხელების მოკვეთა კიდევ ერთი ესეთი შემოტანილი პრაქტიკაა. იეროგლიფები უკვე მიანიშნებდა ამ ტრადიციაზე. მათზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც მოკვეთილ ხელებს აგროვებენ, თითქმის როგორც სტროფეებს. თუმცა ეს აღმოჩენა იყო პირველი ფიზიკური მტკიცებულება, რომ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა. განსხვავებით პრეისტორიული შემთხვევებისგან, სადაც ხელები ბრძოლაში იკარგებოდა, აქ საქმე სრულიად სხვა რამეს ეხებოდა. არქეოლოგების აზრით ეს ხელები ფუნქციონირებდა როგორც ვალუტა ან მომსახურების დამადასტურებელი მტკიცებულება. სავარაუდოდ ჯარისკაცები მტრებს, მკვდრებს ან შესაძლოა ცოცხლებსაც ხელებს აჭრიდნენ, წმენდნენ და შემდეგ მმართველს ან დიდებულს წარუდგენდნენ ოქროს ან ჯილდოს სანაცვლოდ. არსებობს ნიშნებიც, რომ ეს სტატუსის სიმბოლოდ იქცა, სადაც ელიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმით, თუ რამდენი ხელი ჰქონდათ დამსახურებული.
ამ დროისთვის ადგილიდან აღმოჩენილია ზუსტად 12 ხელი, რომლებიც ეკუთვნის 12 სხვადასხვა ადამიანს. ყველა მათგანი იყო 21 წელზე უფროსი, მაგრამ არა ხანდაზმული. ერთის გარდა ყველა ხელი დიდი ალბათობით მამაკაცს ეკუთვნოდა, ხოლო ბოლო შესაძლოა ქალს, რაც დადგენილია თითების სიგრძის თანაფარდობის მიხედვით. ეს გაიძულებს დაფიქრდე, როგორ გადავედით იმ ეტაპიდან, როცა ქვებს ერთმანეთს ვარდგამდით, იქამდე, როცა ადამიანის სხეულის ნაწილებს ოქროზე ვცვლიდით. ყველა ნაბიჯის ახსნა ვერ შემიძლია, მაგრამ შეგვიძლია შევხედოთ განზრახ ძალადობის უძველეს მტკიცებულებას Homo sapiens შორის. რამდენიმე წლის წინ რუმინეთში, სამხრეთ ტრანსილვანიაში მდებარე ფეშტერა-შოიგლოვინის მღვიმეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ავრინიაკის კულტურის ქვის იარაღები, მღვიმის დათვის ნაშთები და მტკიცებულებები იმისა, რომ მღვიმე გარკვეული დროის განმავლობაში დასახლებული იყო. თუმცა ამ აღმოჩენებს შორის რაღაც სრულიად მოულოდნელიც აღმოჩნდა. ადამიანის ქალას დიდი ფრაგმენტი. ქალა ეკუთვნოდა ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც დაახლოებით 33,000 წლის წინ ზედა პალეოლითის პერიოდში ცხოვრობდა. ის ძლიერ დაზიანებული იყო, მარჯვენა მხარე გახლეჩილი ჰქონდა, თუმცა თავდაპირველად გაურკვეველი. ამის გასარკვევად, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა დეტალური სკანირება და ექსპერტიზა. შედეგები შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. კაცი განზრახ იყო მოკლული. მკვლევარებმა მარჯვენა მხარეს გამოავლინეს ორი თითქმის იდენტური მოტეხილობა, რაც მიუთითებს ერთსა და იმავე ბლაგვის საგნით მიყენებულ ორ სწრაფ დარტყმაზე. ეს სრულიად გამორიცხავს უბედურ შემთხვევას. თანამედროვე სასამართლო სამედიცინო შემთხვევებთან შედარება მაჩვენა, რომ დაზიანებები სრულად შეესაბამება ბლაგვი იარაღით მიყენებულ ძალადობრივ ტრავმას, მაგალითად, ჯოხის ან ხელკეტის მსგავს იარაღს. პირველი დარტყმა სავარაუდოდ მსხვერპლს გაანეიტრალებდა, ხოლო მეორე ტვინის დაზიანებას გამოიწვევდა. ჭრილობების მდებარეობა მიუთითებს, რომ თავდამსხმელი მსხვერპლს პირისპირ ედგა, რაც ქმედებას მეტად პირად ხასიათს აძლევს, ხოლო მოტეხილობების ფორმა მიანიშნებს, რომ მკვლელი დიდი ალბათობით მარცხენა ხელით მოქმედებდა. დღესდღეობით ეს შემთხვევა წარმოადგენს ადამიანთა შორის განზრახ მკვლელობის უძველეს თითქმის უდავო მტკიცებულებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ადრეული ძალადობა არ არსებობდა. უბრალოდ ეს არის ყველაზე ძველი შემთხვევა, რომელიც ამ დრომდე ასე მკაფიოდ შეგვიძლია დავადასტუროთ. თუმცა არსებობს ძალიან ახლო კონკურენტი, რომელიც თითქმის იმავე პერიოდში მოხდა რუსეთში, რომელიც ცნობილია როგორც სუნგირის მღვიმე. ამ შემთხვევის დათარიღება ნაკლებად ზუსტია, ხოლო ნაშთებზე არსებული დაზიანები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული, როგორც განზრახ მიყენებული. შესაძლოა ისინი შემთხვევითი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ეს მაგალითი ერთ საინტერესო კანონზომიერებას გამოკვეთს. ადამიანური ძალადობა თითქოს პერიოდულად ძლიერდება და სუსტდება, თითქმის როგორც ბნელი მოდა. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში მასობრივი მკვლელობა ხშირია, სხვა ეპოქებში კი გაცილებით იშვიათი. ჩვენი არსებობის დიდი ნაწილის განმავლობაში ფართომასშტაბიანი ძალადობა, როგორც ჩანს, შედარებით იშვიათი იყო. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამიანთა პოპულაციები ძალიან მცირე და მოძრავი გახდათ, რაც დიდ კონფლიქტებს ართულებდა. თუმცა, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მუდმივი დასახლება, ჩამოაყალიბეს უფრო კომპლექსური საზოგადოებები და მოსახლეობა გაიზარდა, ძალადობისთვის როგორც შესაძლებლობა, ისე мотиваცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფართომასშტაბიანი ძალადობის უძველესი მკაფიო მტკიცებულება სწორედ ამ გარდამავალ პერიოდს უკავშირდება, ნილოსის ხეობაში, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე. და მან მკვლევრები შოკში ჩააგდო. აქ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მინიმუმ 64 თითქმის სრულად შემონახული ჩონჩხი, ასევე უამრავი დანაწევრებული ძვალი. მათი მძიმე მდგომარეობა არ იყო გამოწვეული დროით ან გარემო პირობებით. მიზეზი იყო უკიდურესი ძალადობა. ყველა ინდივიდს აღენიშნებოდა სერიოზული ტრავმული დაზიანებები. მსხვერპლებს შორის იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო ორი ბავშვის ჩონჩხი, JS-13 და JS-14. ორივეს თავში რამდენიმე სასროლი იარაღის ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან არც ერთი არ იყო შეხორცებული, რაც მიუთითებს, რომ ისინი მტკიციერად მოკლეს, დიდი ალბათობით საკუთარი ოჯახების გვერდით. მათი სხეულები ფაქტობრივად დაცხრილული იყო სასროლი იარაღით. მათ შორის ფეხებში მოხვედრილი დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბარძაყის ძვლები დაამსხვრია. ჯამში 21 ინდივიდს კვლავ ჰქონდა ძვლებში ჩარჩენილი ქვის წვერიანი სასროლი იარაღის ნაწილები, რაც ცხადყოფს თავდასხმებს მშვილდებისა და შუბების გამოყენებით. თავდაპირველად ეს ადგილი, ცნობილი როგორც ჯებელ საჰაბა, მიიჩნეოდა ერთი დიდი ორგანიზებული ბრძოლის შედეგად წარმოქმნილ სამარხად.
თუმცა შემდგომა ანალიზმა, მათ შორის ასაკისა და სქესის ფართო სპექტრმა, სრულიად სხვა სურათი გამოავლინა. ჯებელ საჰაბა, როგორც ჩანს, ასახავს მრავალჯერად ძალადობრივ ეპიზოდებს, თავდასხმებისა და ჩასაფრებების სერიას, რომლებიც ხშირად ხორციელდებოდა უიარაღო და გაუფრთხილებელ ჯგუფებზე და არა ფორმალური ომის პირობებში. როდესაც პირობები უარესდება, ადამიანები ყოველთვის არ თანამშრომლობენ პრობლემების გადასაჭრელად. მართალია, Homo sapiens-მა წარმოშვა პრეისტორიული ძალადობის ზოგიერთი ყველაზე უკიდურესი მაგალითი, მაგრამ ეს ქცევა ჩვენი სახეობის უნიკალური თვისება არ არის. ის როგორც ჩანს, განმეორებადი პრობლემაა Homo-s მთელი გვარისთვის. მათ შორის იმ სახეობებისთვისაც, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. ყველაზე შემაწწუნებელი მაგალითი, ამ ვიდეოში განხილულთაგან უძველესი, მოდის ატაპუერკადან, ესპანეთის ბურგოსის პროვინციიდან. ეს შემთხვევა დაახლოებით 850.000 წლის წინ, ადრეულ პლეისტოცენში თარიღდება. ატაპუერკა ერთ კონკრეტულ ადგილს არ წარმოადგენს. ეს არის უზარმაზარი არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 9 გათხრილ უბანს 3 ძირითად ზონაში და თითოეული მათგანი ადამიანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს გვიჩვენებს. ერთ-ერთ ზონაში აღმოჩნდა ბუნებრივი ბუხარი, რომელშიც თავმოყრილია ადრეული ჰომინინების ნაშთების უდიდესი კონცენტრაცია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. 5500-ზე მეტი ძვალი. ეს ნაშთები ეკუთვნოდა რამდენიმე ადამიანის სახეობას, მათ შორის Homo heidelbergensis, ნეანდერტალებს და შესაძლოა დენისოველებსაც და თარიღდება 300.000-დან 800.000 წლამდე. ზოგიერთ ინდივიდს დაავადების ნიშნები ჰქონდა, სხვებს ბლაგვი ძალით მიყენებული ტრავმები, ხოლო ზოგი, როგორც ჩანს, ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია ეს დაგროვება ბუნებრივად წარმოიქნა თუ რაიმე სახის დაკრძალვის პრაქტიკას უკავშირდება. მაგრამ ყველაზე საშინელი აღმოჩენა სხვა ადგილას გაკეთდა. გრანდოლინაში, კერძოდ TD6 დონეზე, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისიდან იკვლევა. გრანდოლინა შედგება 11 დანალექი ფენისგან, რომელთა უმეტესობა შედარებით არაფრით გამორჩეულია. თუმცა TD6 სრულიად სხვა ამბავია. აქ მკვლევრებმა აღმოაჩინეს მინიმუმ 11 ჰომინინის ნაშთები, რომლებიც სისტემატურად იყო დანაწევრებული და დამუშავებული. ძვლების 30%-ზე მეტზე აშკარად ჩანს კანიბალიზმის კვალი. ჭრილობის ნიშნები ზუსტად ემთხვევა იმ მეთოდებს, რომლითაც ცხოველებს ამუშავებდნენ, ხოლო ნაკაცრები მიუთითებს, რომ დამნაშავეები ცდილობდნენ ხორცის თითოეული შესაძლო ნაწილი ამოეღოთ. რაც ამ ყველაფერს გაცილებით უფრო შემაწუნებელს ხდის, ვინ იყვნენ მსხვერპლები? არც ერთი ზრდასრული ინდივიდი არ აღმოჩნდა. ყველა ნაშთი ეკუთვნოდა ჩვილებს, ბავშვებს ან მოზარდებს, ხოლო მათი ნახევარზე მეტი 10 წლამდე ასაკის იყო. ეს არ იყო შიმშილის შედეგად გამოწვეული გადარჩენისთვის კანიბალიზმი. მკვლევრები ამას კლასიფიცირებენ როგორც ნუტრიციულ კანიბალიზმს. მსხვერპლებს ისე ეპყრობოდნენ როგორც ნადირს, ნადირობდნენ მათზე და ამუშავებდნენ როგორც ცხოველებს. სავარაუდოა, რომ ბავშვები მიზანმიმართულად აიხჩიეს, რადგან მათზე ძალადობა უფრო მარტივი იყო, ხოლო მათი მკვლელობა მეტოქე ჯგუფების ზრდას ზღუდავდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ერთ ბავშვს, როგორც ჩანს, თავი მოკვეთეს. შესაძლოა, ჯერ კიდევ სიცოცხლეში. გარემოს ანალიზი აჩვენებს, რომ იმ პერიოდში პირობები სტაბილური იყო. არ ყოფილა კლიმატური კრიზისი, საკვების დეფიციტი ან ეპიდემია. ამ ხალხს ამის გაკეთება არ სჭირდებოდა. მათ ეს აირჩიეს. ერთმა კვლევამ, რომელმაც 1000-ზე მეტი სახეობა შეისწავლა, აჩვენა, რომ პრიმატებს, ადამიანების ჩათვლით, გაცილებით მაღალი აქვთ სახეობათშორისი ძალადობის დონე, ვიდრე ძუძუმწოვრების უმეტესობას. ამ შედარებებში ადამიანები აშკარად ძალადობის შკალის უკიდურეს მხარეს ხვდებიან. ამის მიუხედავად, ადამიანის ინტელექტი და კრეატიულობა გვაქცევს უნიკალურად საშიშ არსებებად. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი მოდის შონეკ კილიანსტედენიდან, გერმანიაში, ფრანკფურტთან ახლოს და დაახლოებით 7000 წლით ადრე თარიღდება. ეს ადგილი ერთ-ერთია 200-ზე მეტი ცნობილი ნეოლითური მასობრივი ძალადობის ძეგლიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად სასტიკი პერიოდი იყო ნეოლითი. ერთი შეხედვით, ეს ადგილი ჰერქსჰაიმთან შედარებით არაფრით გამორჩეული ჩანს. აქ აღმოჩნდა ერთი ორმო, რომელშიც ჩაყრილი იყო მინიმუმ 12 ბავშვის, ერთი მოზარდისა და 13 ზრდასრულის ნაშთები. ყველია მათგანი მოკლული იყო ბლაგვი ძალით ან სასროლი იარაღით, რაც სამწუხაროდ იმ დროისთვის ტიპიური იყო. მაგრამ ამ ადგილს ერთი უნიკალური და სხვაგან არ ნახული დეტალი გამოარჩევს. მსხვერპლთა დაახლოებით ნახევარს წვივის ძვლები, ტიბიები, განზრახ ჰქონდა დამსხვრეული. ეს დაზიანებები უკვე სასიკვდილო ჭრილობებს დამატებით ჰქონდა მიყენებული, რაც ნიშნავს, რომ მკვლელობისთვის საჭირო არ იყო.
გათხრების ჯგუფის მიხედვით, ეს ფაქტი ძლიერ მიუთითებს წამებასა და დასახიჩრებაზე. ეს ადამიანები მტერი მეომრები არ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ პატარა ნეოლითურ თემს, რომელსაც როგორც ჩანს, რეიდის დროს დაესხნენ თავს. მოტივი შესაძლოა რესურსები იყო, მაგრამ ფეხების განზრახ დამტვრევა აჩენს ბევრად უფრო შემაძრწუნებელ შესაძლებლობას. ადრეული სადიზმის არსებობას, რისკენაც, სამწუხაროდ, კვლევების მიხედვით, ადამიანები მიდრეკილნი არიან.